დაახლოებით 2 თვეა, რაც ვიღებთ ჯიფუს პროდუქციას. მე დავიწყე ლივით და STEM OMG-ით. ჩემს მეუღლეს დავაწყებინე კოლაგენით. და როდესაც მე ვიღებდი ლივს, ანუ დღევანდელ შედეგებს, მთავარი არის ჩემი შვილის შედეგი, ესე ვთქვათ, და ამაზე მინდა რომ აქცენტი გავაკეთო. როდესაც მე ვხსნიდი ტუბს რო დამელია, ჩემ შვილსაც ვასმევდი ერთ ჩაის კოვს. 4 წლისაა ჩემი შვილი. პრევენციის მიზნით ვაძლევდი და ერთი კვირის უკან ბაღიდან, რა თქმა უნდა, შეხვდა A-ტიპის ვირუსი. ზოგადად ჯანმრთელი ბავშვია, ქრონიკული დაავადებები და რამე არ ჭირს, მაგრამ ვირუსებს ცოტა რთულად გადაიტანს ხოლმე, აი მუდმივად 40-მდე ტემპერატურა და რაღაც, მაგრამ ეხლა გამოვიდა ძალიან იოლ ფორმებში. ორჯერ სამჯერ ქონდა სიცხე და ისე მაღალი არ ქონია ტემპერატურა, მაგრამ 2 დღის მერე, რომ აღარც ტემპერატურა ქონდა არაფერი, ისევ დაიწყო ტემპერატურაც მისცა და ხველება. გუშინ მივიყვანე ექიმთან ანალიზების გასაკეთებლად, გავუკეთეთ რა თქმა უნდა C-რეაქტიული სისხლის საერთო. დღეს, როდესაც პასუხები ავიღე, პედიატრი, რომელიც ჩემი შვილის პედიატრია დაბადებიდან და რა თქმა უნდა მისი მხედველობის ქვეშ არის ყველანაირად თომა, მკითხა რომ აცრა ხوار გქონდა გაკეთებული. ეს იყო გრიპის ვაქცინაციასთან დაკავშირებით და გაუკვირდა რომ მის გარეშე თუ გავაკეთებდი და რა თქმა უნდა ვუთხარი რომ არ გამიკეთებია. მკითხა რომ მაშინ რას ასმევო და ვუთხარი რომ საკუთარ დანამატებს იღებს. დაეღიმა და ფაქტია, რომ ძალიან კარგად მოქმედებსო. ანალიზების მიხედვით A-ტიპის ვირუსი, ეხლა მოგვეხსენებათ, ამ შემთხვევაში ღორის გრიპზეა საუბარი და მეორე ახსენეს ჰონკონგის შტამი. ძალიან რთულად გადააქვთ ბავშვებს და უმეტესობა პროცენტულად სტაციონარშიც იყვნენ. ანალიზების პასუხის მიხედვით მითხრა რომ ეს არის ძალიან მსუბუქად გადატანილი ფორმაო. ჩვენც თვითონ მეც მქონდა იგივე მდგომარეობაში ვიყავით და ბავშვზე უფრო მსუბუქად გამოვედით. მეც და მეუღლეც. მე მაქვს ჩიყვი და მეწყებოდა შფოთვები. აი თითქოს გული მიჩქარდებოდა, რაღაცა ესეთი რაღაცეები. ოდნავ, აი სულ ოდნავ რამეზე განერვიულებაზეც მეწყებოდა გულის აჩქარება, აი თითქოს ცუდად ხვდებოდი და ეგეთი რაღაცეები. ძალიან მჭირდებოდა დამამშვიდებელი გულის და რაღაცა. მაგრამ რა დავიწყე ლივის მოხმარება და ლივთან ერთად კომბინაციაში მივიღებ STEM OMG-ს, ეს არ დამმართნია, თუნდაც რამეზე ნერვიულა და რამე სანერვიულო შემხვედრო და აღარ დამმართნია გულის შფოთვები. ასევე არ მქონია მის მერე, რაც აი დაახლოებით 2 თვეა რაც პროდუქტებს ვიღებ, არ მქონია შემთხვევა, რომ გულწმარვა, კუჭის მჟავიანობა მქონოდეს, რომელიც მუდმივად, აი ქრონიკულად მაწუხებდა. უბრალოდ ჩემ შემთხვევაში იყო საღამოს ახლა გვიან შევჭამდი, შეიძლება რომ მძიმე საკვები მივიღო, ან მსუბუქი, მუდმივად მემართებოდა ხოლმე, მაგრამ უკვე არა, დამაბიწყდა როგორია კუჭის მჟავიანობა.